აი ქვედა თეთრს დააჭირე ღილაკს და ეს იქნება start. რა? ეწუთები რომ მიდის ეს უკვე იწერებ, ხედა? უი, მაშინ ყველას მოგესალმები. მე თამარი და ლახუცა. ლახუცა მოიგდო, გამარჯობათ. გამარჯობა საქართველო. ჩვენო ტანჯულო. უსამართლო? უსამართლო. კაი, გავაგრძელოთ ხო დაწყებული საუბარი. გავაგრძელოთ. გუშინდელ საუბარში ძალიან მომხდა ყურში და გულზე ესეთი სიტყვა. რაღაცა ცხოვრებისეულ სიტუაციას ვარჩევდით, მე კიდე ერთხელ გავიმეორებ და აი უცბად რაღაცა გავხევდი. ვისი სამართლით რომ მითხრა. და რომ გავიგე და გუშინ ვახსენეთ მე მგონი, ხო, რომ ესე მარტივად არ არის ბევრნაირი სამართალი, აქედან გამომდინარე ბევრნაირი სამართლიც, ასე გამოდის, ხო? გუშინ ჩამოთვალეთ, ხო, არის საზღვაო სამართალი, სამხედრო სამართალი, სახელმწიფო სამართალი, საეკლესიო სამართალი და ასე შემდეგ. ხო და რაღაცა ძალიან დამაფიქრა ამ ყველაფერმა. ერთი მარტივი სიტუაცია მინდა რომ კითხო, როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა. იცი როგორ მდგომარეობაში აღმოჩნდი, რომ ძალიან ცხოვრებისეული სიტუაციაა, რომელიც ლოგიკურად სხვანაირია, მაგრამ გაირკვა, რომ ჩვენი კანონმდებლობით თუ ჩვენი კონსტიტუციით, როგორც საპატრულო პოლიციამ პასუხობს, სიტუაცია არის სხვანაირად და მე სადავარ და როგორ უნდა მოიქცე ვერ გავიგე. იცი რა, კარგია კონსტიტუცია, კანონმდებლობა, ყველაფერი, მაგრამ გარდა ამისა არსებობს მარტივი ლოგიკა. ის რაც ბუნებაშია, ეს არის ყველაზე მთავარი, გუშინ ამაზე ვისაუბრეთ, ხო? და შეგიძლია რომ განმიმარტო, აი ვისი სამართლით და აი ეს პრინციპი ნატურალურ სამართალთან მიმართებაში. აი უყურე, უშინდელი შენი სიტუაცია რომ საპატრულო სამსახურმა დაგიდგინა რომ შენ საკუთრებაში მანქანა, არსებული მანქანა, რომელზეც იჯდა სხვა ადამიანი და მართავდა დაარღვია წესები და გეუბნება შენ ახარ მესაკუთრე, შენ ახარ პასუხისმგებელი. ახლა ნატურალურად და ბუნებრივად, აი რა არის ბუნებითი წესით და ბუნებითი სამართლის წესი. ის რაც რეალობაა და ფაქტია, რაღაც შენ არ იჯექი საჭესთან და შენ არ დაგირღვევია ის. კი, გასაგები რომ იყოს მსმენელისთვის ესეთ რაღაცას ვიტყოდი, რომ მე მყავდა დაქირავებული ადამიანი, რომელიც ჩემი მანქანის გამოყენებით, თქვათ, ტაქსის ლიცენზიის მფლობელი ადამიანი, ხო? ნუ დავიწყეთ ურთიერთობა დავამთავრეთ. მართვის მოწმობის შესათანადო გამოცდილების მქონე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა ვიღაცა ბავშვს არ ვანდობ ან გასაგები, ესეთი ადამიანი, ხო? მოხდა ისე რომ ამ ადამიანს დაეწერა ჯარიმები. მე მეგონა თვითონაც, ნუ ლოგიკურად ადამიანურად ესეა, თუ მე რაღაცა სიჩქარის გადაჭარბება მოახდინე, მე უნდა ვიყო ამაზე პასუხისმგებელი, ხო? მე გამოვაცხადე შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომ იცით რა, ჩემი ნდობით აღჭურვილი პირი თუ ყოფილი თანამშრომელი თუ რაც ქვია ამას იჯდა საჭესთან, მოხდა ესეთი დარღვევა და ჯარიმები ეკისრება მას, იმიტომ რომ ჩვენ აღარა ვართ ამ თანამშრომლობაში. და აღმოჩნდა, რომ კონსტიტუცია თუ კანონმდებლობა მე როგორც მესაკუთრეს ამ პასუხისმგებლობას მაკისრებს. თქვენ არ უსმენთ ყველა იმ დეტალებს საუბრისას. აი უყურეთ საუბარში სიტყვას ძალა რო აქვს, ხო? ეს სამართლებრივად პირდაპირ გამოიხატება. სიტყვას ძალა. კანონი რო იწერება, სიტყვათა განმარტებითი ლექსიკონი მოყვება კანონს. როგორც კანონი, დიახ, ცნებათა განმარტება. ხო, ცნებათა განმარტება. ანუ რას გვეუბნება, რომ იმ სიტყვებს, რასაც გამოვიყენებთ ჩვენ, იმას ჯერ წონა აქვს, მერე შინაარსი აქვს, მერე ფუნქცია აქვს, მერე დანიშნულება აქვს და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რომ რა სიტყვებს გამოიყენებ, გადმოსცემ შინაარსს, ხო? და იმ რეალობას, ანუ ჯერ სიტყვები, მერე უკვე ის ქაღალდზე გადატანილი. ძალიან დიდი ბოდიში, მე მეგონა, რომ ვინაიდან ჩვენ კანონის ავტორიც და მეც ვართ ქართველები და ჩვენ ენაზე ვიმეწველებ, მე მეგონა, რომ არსებობს მაგალითად სიტყვა კანონი, ამ სიტყვას აღარ ჭირდება დამატებითი განმარტება. ისე კი მიკვირდა კანონი რატო იწყება ქართული სიტყვების განმარტებით, მაგრამ ხო, ამ ერთ წინადადებაში არსი დევს ამ სიტყვებში. ამ ერთ წინადადებაში რამდენიმე არასწორი ფრაზა თქვი. ანუ უკვე. ანუ ერთი ის რომ ჩვენ რო კანონმდებლობას წერთ. ჩვენ არ წერთ კანონმდებლობას, ვინ წერს, ეს ძალიან რთული, დიდი კატასტროფაა, რაც ჩვენ გვჭირს. ჩვენ არ წერთ. ჩვენ რო წერდეთ, მაშინ იქნებოდა ბუნებითი და ნატურალური სამართალი. ჩვენში გულისხმობ ხალხი? აბა რა,
იქ ხალხი სადაც საკუთარი სიტყვებით, განმარტებით, აღწერით, საკუთარი მოწმეებით გადმოსცემს სიტუაციას სრული სურათის დახატვით. ანუ რატომ გამოიყენება ეს 12 მსაჯული, მოწმეები, ეს პროცედურა იმისთვის არსებობს, რომ რეალური სურათის დანახვა სწორად შეგვეძლოს მანამ, სანამ ჩვენ გამოვიტანთ დასკვნას და დავდებთ, რომ იცი რა, ეს ყოფილა სიმართლე. თან დიდი ბოდიში, მაგრამ აქამდე მეგონა რომ კანონი უნდა დაწერონ პროფესიონალებმა და სათანადო ცოდნის და განათლების მქონე ადამიანები. როგორიც არიან იურისტები, სამართლის სპეციალისტები და ნუ მე ვენდობოდი ამ ადამიანების კვალიფიკაციას. არავითარ შემთხვევაში ბუნებაში ყველას თავისი ადგილი აქვს და ყველას თავისი რეალობა აქვს. რა გინდა თქვა, რომ ვინც არის ის კანონები, არის ის თუნდაც ლიტერატურული ან სამართლებრივი და პროფესიონალური ტერმინოლოგიით საუბარი, იმას სიტყვის თქმის უფლება არ აქვს? არა, მაგას არ ვამბობ. ანუ ნახე, იგივე ისე მივედით ბუნებით სამართალთან. როგორ გინდა შენ ახლა იმ ადამიანს არ უნდა მოусმინო? ჩვენ გვაქვს ერთი ძველი კარგი ქართული კინო. სუდია მეუფე, შენი მუხლების ჭირი არ გინახია? ძალიან საყვარელი ის არის, აღარ მახსოვს, ძალიან ძველი ფილმია. სადაც იქ ბურბაკი იყო, არა ღორი იყო. არა ბურბაკი იყო და იმაზე ჩხუბობენ. ანუ წარმოიდგინე, ესე იგი რო გინდა რომ რეალობა გამოხატო, ხო, უნდა მოიყვანო იმდა და მოსამართლეზეა დამოკიდებული რა არის რეალობა, რომ მე ის დაწერო ფურცელზე და არა იმაში კანონში რა წერია. კი ბატონო, ჩვენ საუბარი დავიწყეთ იმით, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონი წერია ქართულ ენაზე, პირველი უცნაურობა ის არის, რომ რასაჭირო ქართული სიტყვების განმარტება და რახან ქართული სიტყვების განმარტება არის საჭირო, ესე იგი იქ რაღაცა იმალება? პატარა მახეები და საფრთხეები? აბა, უყურე შენ გეუბნება, ხა შენი პატრულმა. ისევ დაუბრუნდეთ შენ თემას, ხო? პატრული გეუბნება, რომ იცი რა, თქვენ ჯარიმა კი გაქვთ, მაგრამ გამოქვეყნებამდე შენ გაქვს 10 დღე ვადა გასაჩივრების და უკვე თუ გამოქვეყნდა, თან ითვლება, რომ ჩაგბარდა, ანუ ხაზი იმას ესმება, რომ თან უნდა ჩაგბარდეს თურმე. და თან კიდე ის აიცა და დააკვირდი, უყურე შინაარსი ფუნქცია დანიშნულება. თუ შენ მე გასაჩივრების ვადას მაძლევ, ესე იგი მე მაქვს მისი გაპროტესტის ან ახსნა განმარტების უფლება, რომ შენ პირდაპირ არ ჩასვა იმ გამოშვებულ კანონმდებლობის მუხლში, არ გაქვს მანამდე ეს მიანიჭო ეს მუხლი, სანამ შემგან არ მოისმენ ახსნა განმარტებას, თუნდაც საჩივრის სახით ან უბრალოდ ისე მდგომარეობის სახით, ხო? გაქვს ვადა. მაგრამ არაო, ეს პატრულმა რა გითხრა, შენ ხო ჩაგბარდაო, მაგრამ რანაირად ჩაგბარდა? რაღაცა თავისთავად იქ პარალელური რეალობა. მე აქეთ ჩემთვის ვარ, ჩემი ცხოვრება სხვანაირად მიდის ბუნებრივ რეჟიმში, ვერ გავიგე საერთოდ სადაა. ანუ შენი ბუნებრივი რეჟიმი დღევანდელი სამართალ კანონმდებლობისთვის რას დაარქვევ ახლა ამას უკვე აღარ ვიცი, რა გინდა დაუძახე. დღევანდელი რეალობა. ჩვენ გვაქვს რეალობა, ჩვენ ვართ. უკაცრავად, ხო? ესე რაღაც ვირტუალური რეალობა. ესენი არიან ნამდვილად ვირტუალურ რეალობაში, რომლებიც საერთოდ ვერ აღიქვავენ, რომ ჩვენ ვარსებობ. კანონის წარმომადგენელი მიმტკიცებს, მე რა რომ საჭესთან შენ არის ჯექი. მე რა რომ შენ პროფესიონალს ენდე. მე რა რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ჩემი კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ შენ ახარ მოპასუხეო და ჩემ კანონმდებლობა რას ნიშნავს, ვიღაცამ რაღაცა დაწერა და მე ვალდებული ვარ მიუყვე. მაგრამ ნომინალურად გასაჩივრების უფლება მქონია. ანუ დასკვნა, ჩვენ გვაქვს რეალობაში ვირტუალურად იმაში ილუზიაში არსებული ილუზიაში სამართალი კანონმდებლობა, ეს არის ილუზიური კანონმდებლობა, რომელიც აბსოლუტურად არაფერი კავშირი არ აქვს რეალობასთან და ჩვენ ცხოვრობთ რეალობაში, რომელსაც საერთოდ არ გვაღიარებს ჩვენი რეალობით გეუბნე, შენ არ არსებობ. პირდაპირი გაგებით ჯეუბნება ჩვენ, რომ შენ არ არსებობ. და ამ დროს მოვიდეს ახლა ჩვენ და რომელიმეს რომ ვეუბნევი, რომ ჩვენ სიცოცხლის უფლება აკრძალული გვაქვს, ხო? ვერ გაუგიათ, რას ლაპარაკობ, ხალბატონო, მაგი როგორ შეიძლება მაგისთან რაღაცას როგორ სიცოცხლის უფლებას იცავს კანონმდებლობა, სად იცავს? ანუ მივედით იქამდე, რომ არსებობს რაღაცა რეალობა, რომელსაც ქვია სამართლის დადგენის სისტემა თუ ასე შემდეგ. არა, რეალობა და რაღაცა ილუზია. ილუზია, მაპატიეთ, უმეშლება რეალობა მეგონა აქამდე. იქ კანონები დაწერილია, გაუგებარია ვის მიერ, გონი რომის, გონი ვენეციის, ну, ყოველ შემთხვევაში
ქართველი ხალხის არც ბუნება, არც წესი, არც ადათი, არც კულტურა გათვალისწინებული არ არის. მერე უამრავი უცხო სიტყვა, რომელიც განმარტებას საჭიროებს, ქართული სიტყვების განმარტებას საჭიროებს. მე რომ მგონია, რომ წინაპირობა ამას ნიშნავს, თურმე მაგათ ენაზე სხვა რამეს ნიშნავს. მე რომ მგონია, რომ ჩაბარება ნიშნავს გაცნობას და თანხმებას, თურმე სხვა რამეს ნიშნავს. აქ არის უამრავი ბომბი, უამრავი მახე და ეს ილუზია რაღაცა თავის დასკვნებს აკეთებს. სულ არ აინტერესებს ჩემი მოსმენა, მაგრამ რაღაცა ფურცელზე უფლებები მქონია. თითქოს მაინც უნდა დავეთანხმო, მაინც უნდა მოусმინო და დაიმახსოვრე, ჩაბარება იმას ნიშნავს, რომ შენ დაეთანხმე იმას ამათვის. ეგრე გამოიყურება, შენ ხო ჩაიბარე, ესე იგი დათანხმდი. არა, ჩემთვის ჩაბარება ერთია და დათანხმება მეორე. აი, შენთვის რა არის, მაგას არ გეკითხება ის. შენ უნდა იცოდე იმისთვის რას ნიშნავს. უკაცრავად მაპატიე, მაგრამ ჩემ შეკითხვაზე რომ მომდის ოფიციალური უწყებიდან წერილი. მე ვალდებული ვარ პოსტალიონს დაუდასტურო ჩაბარება. მაგრამ დაბეჭდილია ეს წერილი, მე არ ვიცი შიგნით რა წერია და რას ნიშნავს, ესე იგი ავტომატურად გულისხმობთ რომ დავეთანხმე იმას, რაც თვალით არ მინახავს? არა. არ უნდა დაეთანხმო და არც უნდა იქვე უნდა წაიკითხო, სანამ მოუწერ ხელს იმას, რა ქვია. და ქვია იმას პოსტალიონს. დიდი ბოდიში, ეს არის შეუძლებელი, იმიტომ რომ ჩემსა და ამ ინსტიტუციის დაწესებულება შორის არის პოსტალიონი, რომელსაც თავისი ვალდებულება აქვს. პოსტალიონი ცოცხალისავით არ გამახსნევინებს წერილს. არა, გაგახსნევინებს. არა. არა, კუფრო, მაშინ უკან უნდა გაატარო. მე მოგიტან უამრავ ფაქტს, რომ პოსტალიონი მეორე რას ქვია გახსნი, ან ჩაიბარე, ან არ ჩაიბარე. ანუ ნახე, მაშინ არ ჩაიბარე ნიშნავს იმას, რომ ვეთანხმები იმას, არ ვიცი შიგნით რა წერია. ესე მომიწყვეს, ხო? ეგრე მოგიწყვეს. სანამ არ გაეცნობი, 1 წელიც რო დაჭირდე და 10 წელიც რო დაჭირდეს. სანამ არ გაეცნობი და მერე არ გამოხატავ ეთანხმები თუ არა იმ წერილის შინაარს. თუ არ ეთანხმები, მანამ ჩაბარების უფლება არ აქვს. ძალიან კაი, მაშინ სხვა შეკითხვას დაგისვა. მე მქონდა შემთხვევა, ეს არ იყო, თქვათ, რაღაცა პოლიცია და წერილის დონეზე, ხელი მოვაწერე დოკუმენტს, იმიტომ რომ საჭიროება მოითხოვა, ის იყო რაღაც ნოტარიული აქტი. ძალიან კარგად წავიკითხე, ძალიან კარგად გავიგე. შეუძლებელია, რომ ჭკვიანი ადამიანი დაეთანხმოს იმას, რაც იქ ეწერა, იმიტომ რომ ფაქტიურად ეწერა ესეთი რამე, რომ გამარტივებული დაჩქარებული წესით მე არავინ აფს არ შემეკითხება, რაღაცების აღსრულება დაიწყება ძალიან მარტივად და თქვი რომ არა, ამას არ ვეთანხმებ. მაგრამ საქართველოში ნებადართულმა ლიცენზირებულმა ნოტარიუსმა მითხრა, მაპატიეთ ქალბატონო, გვესმის რომ რაღაცა არ მოგწონთ, არ ეთანხმებით, მაგრამ ეს არის ჩვენი კანონმდებლობა, საქართველოს უზენაესი კანონმდებლობა, კონსტიტუცია და ასე შემდეგ და თქვენ რა იზე მეტი ხართ. აი ამას ვერ უპასუხებ, იმიტომ რომ არ ვიცოდი რომ არსებობს ესეთი. ნატურალური სამართლის მიხედვით მაგისთანა ნოტარიუსს ჩამოვართმევდი მე ლიცენზიას. და რატო? ჯერ ერთი ნოტარიუსია, ეს არის უბრალოდ მოწმე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ესწრება იმ ფაქტს, როცა ორი მხარე ერთმანეთთან შეთანხმებას ახდენენ. და ვისი კანონმდებლობით ვახდენ მე რაიმე შეთანხმებას, როცა ეს არის კერძო. ნახე, არის საჯარო სამართალიო და კერძო სამართალიო. ანუ კერძო ფაქტი და საჯარო ფაქტი. როცა ეს არის მე და შენ შორის შეთანხმება, არავის არ აქვს იმაში ჩარევის უფლება. ანუ მოგატყუა. ნოტარიუსმა, რომელმაც მითხრა, რომელსაც ახლა სადღაც კი არა სოფელში, თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე აქვს ოფისი თუ კანტორა, ძალიან ბევრი ნოტარიუსია ეგეთი სხვათა დღეს. მან მითხრა, რომ უკაცრავად ბოდიში გასაგებია, ადამიანურად გასაგებია, მაგრამ თქვენ ვერ იქნებით საქართველოს კონსტიტუციაზე მაღლა, ქალბატონო. და მან მითხრა ტყუილი? ტყუილი გითხრა. ნახე. ეხა რა ვქნა? აი უყურე, ნახე. სადუჩილო. ნოტარიულო თან გეუბნება ძალიან კარგად მესმისო. მესმისო და მართალი ხარო, ვერ მეკამათება. ვერ შეგეკამათება, იმიტომ რეალობაში თავში ჩამარტყა ვიღაცის დაწერილი კონსტიტუცია. აბა ნახე, რეალობაში ნატურალურად, ბუნებრივად ადამიანს ესმოდა რაზე საუბრობთ. ხო ეგრეა. რატომ ატყუებ მაშინ? არა, მითხრა რომ მე და შენ რო გვესმის ერთმანეთის ეს სხვა არის, მაგრამ არის კონსტიტუცია და ჩვენ ის ყველაზე დიდია და უნდა დავემორჩილოთ მას. ანუ ის არის კონსტიტუციური სამართლის წარმომადგენელი და არა ნოტარიული სამსახურის. ძველი ნოტარიული სამსახურები ყოველთვის იყვნენ დამოუკიდებელი. აბსოლუტურად არავის დაქვემდებარებაში დღემდე იმიტომ არსებობს ნოტარიული სამსახური, რომ ეს იყო ზუსტად ის პირადი მომრიგებელი ის რა ქვია ორგანო, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა იმის საშუალება სამართლოების გარეშე მოეწესრიგებინა ხალხის
იურიდიულად ის ქაღალდზე დაწერილი შეთანხმება. ანუ სასამართლოს დონის უფლებები ქონდა ადრე? არა, სასამართლოს დონეზე არ არის აქ საუბარი. სასამართლოში მიდიოდა ხალხი იმისთვის, რომ იქ სადაც კანონის რაღაცა ჩარჩოში ჩამჯდარი, ერთი ზოგადი სამართალი, ანუ არ შეიძლება ყველა ინდივიდუალური შემთხვევაა, ხო? აბსოლუტურად არ შეიძლება რომ კოპირებული იყოს. მსგავსი კი, მაგრამ არანაირად არ შეიძლება ის იყოს ერთნაირი. აქედან გამომდინარე ზოგადი ყველა მანქანის და სიჩქარის გადაჭარბებაც კი კონკრეტულია. აი ყველა სიჩქარის გადაჭარბებაზე შემილია კი, ხა ზოგადად შეიძლება 80-ზე მეტი, მაგრამ ინდივიდუალურია ყველა. შეხედე, ის ნოტარიუსი, როდესაც ძველ დროში არსებობდა, იმათ ჰქონდათ იმის უფლება, როცა ადამიანი ორი მხარე ერთმანეთთან შეთანხმებულია და იმათ ერთმანეთთან სადაო არაფერი აქვს, დადონ ვინმე მოწმის, ანუ ნოტარიუსი მოწმისა და კიდე სხვა მოწმებთანაც და დაედოთ შეხელში ის შეთანხმება. რა არის მეუბნები? ანუ ჩვენ ორი ადამიანი მივედით, ძალიან ბევრი რამე გქონდა სადაო, ძალიან ბევრი რამე გქონდა გაურკვეველი, მაგრამ ნოტარიუსმა გითხრა, კანონმდებლობა ამას გვავალდებულებს, ვერავინ კანონმდებლობის წინააღმდეგ. მაშინ ეგ არ არის ნოტარიული სამსახური. მაშინ ეგ არის ლიცენზირებულია რა. ანუ შენ რას მეუბნები, ძველ დროში რომ ძველ ნოტარიუსთან მივსულიყავი, ის არ მეტყოდა, რომ მე მესმის შენი, მაგრამ დაემორჩილე იმას, რაც არ მოგწონს, რაც არასწორია, ის მეტყოდა, მე მესმის შენი და აი ეს სწორი შეთანხმება გადავიტანოთ ფურცელზე. ასეთი რაღაცაც იყო ძველ დროში ნოტარიუსი თუ შეხედავდა, რომ ამათ ჰქონდათ ერთად რაღაცისა, მაგრამ ცოტა კონფლიქტური რაღაცა ისეთი რაღაცა სადაო და მომავლისთვის სახიფათო შეიძლება შეთანხმება ყოფილიყო, ხო? მაშინ ეტყოდა წადით სასამართლოში და იქ შეთანხმდით. ანუ წინსწრებით გაუშვებდა სასამართლოში. დიახ. ხდები? მაგრამ მე ყველაზე მეტად ის მაშფოთებს და ის კი ვარ, რომ ნოტარიუსმა მითხრა, მესმის მართალი ხარ, მაგრამ მაინც იმას უნდა მოაწერო ხელი, რაც შენთვის მიუღებელია, იმიტომ რომ ამას გვავალებს რაღაცა კანონმდებლობა. და შენ ამბობ, რომ იყო დრო, როდესაც ეს ასე არ იყო? დიახ. მე ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ამით შენთვის არაფერი არ იცვლება, თუ შეიძლება ისიც მითხარი, დღეს შემიძლია თუ არა ამის გასწორება. დღეს ჩვენ უყურე ისევ გადავიდეთ ჩვენს ქართულ მდგომარეობაზე და ნუ დავეშვებით იქით და ნუ გადავეშვებით ისტორიაში რა იყო, სამყაროში რა იყო, არც რომში და ვენეციაში არ გამიშვა. არც დროში და ვენეციაში, კაცო, აგერ ვართ ჩვენ რაღაცა პატარა ერთი წერტილი პლანეტაზე, ჩვენი სამყარო გვაქვს და რატო არ უნდა მოვთავსდეთ ჩვენ სამყაროში და ჩვენი რეალობა რაც არის, ის რატო არ უნდა დავამკვიდროთ, ავღწეროთ და შემოვიტანოთ რეალურად და არა ვიყოთ ილუზიაში, საკანონმდებლო ილუზიაში. ჩვენი ის რომ დავამყაროთ, ჩვენ რომ რეალობაში რომ დავბრუნდეთ, ქართული უნდა შემოვიტანოთ, ქართული სამართალი, სახალხო სამართალი, მოსამართლე უნდა იყოს ხალხის მსახური, ხალხის არჩეული, იმას უნდა, იმიტომ რომ იცის იმანს ჩვენი ყოფა ესმის, ყველაფერი რეალობა ესმის და არა ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობს. რამდენადაც ვიცი, შენ ხარ ამ საქმის პიონერი. და უკვე დაფუძნებულიც არის ეს ალტერნატიულს აღარ ვიტყვი, რეალური სამართალი, ბუნებითი სამართალი, ქართული სამართალი, ხო? მე ძალიან დიდი იმედით ვუყურებ ამას ყველაფერს და შეგიძლია რომ უფრო მეტად აგვიხსნა, სად როგორ რანაირად, ანუ სიტყვა ვისი სამართალი უკვე არის გასაღები, ესე იგი არსებობს ვიღაცის სამართალი, რომში ვენეციაში დაწერილი და კიდე ქართული, ჩემი წინაპრების ადაწესზე დაფუძნებული და აგერ ახარ სახალხო სასამართლო. დღეს მე როცა აღმოვაჩინე რომ თურმე ამ სისტემაშთვის არ ვარსებობ და საიდან დაიწყო ყველაფერი, ხო? მოვედი ემიგრაციიდან, ჩამოვედი და მეუბნები ქალბატონოს ის მონაცემთა ბაზაში არ ახართ და მეც ისე მარტივად ვეუბნები ჩვეულებრივი ბუნებრივი წესით. აგერ ვზივარ და ჩამწერე. არ მაინტერესებს შენმა სისტემამ რა გადაწყვიტა ადამიანი. ნუ ეხა ჩემთვისაც ეს ისეთი შოკირებული სიტუაცია იყო რა, მეუბნება არ ახარ მონაცემთა ბაზაში, მე რა ვიცოდი აქ რამხელა ხაფანგები იყო ჩემში ჩადებული და რამხელა მოდი ხარ შენ სახში სადაც ცხოვრობს უკვე მეოთხე თაობა, ხო? მაქამდე თავი დავანებოთ, მოდი რა, თქვათ აღარავინ არ ცხოვრობს და საერთოდ უპატრონე ვარ, მაგას არა აქვს არსებითი ამ წუთას მნიშვნელობა, მაგრამ ის ტრაგიზმი რაც ამათმა სამართალმა ჩემ ოჯახს მოუტანა და მე რო გამოვიკვლიე ჩემი ჩათვლით და მე თურმე მთელი ნახევარი საქართველო და დღეს კიდე 2 მილიონი იმიგრანტი დაემატა კიდე უკვე ოფიციალურად ზევიდა, ხო? ანუ ჩვენ ვარსებობთ, მაგრამ ამათვის არ ვარსებობთ.
ამათვის სისტემისთვის არ ვარსებობთ. ჩვენი კანონმდებლობისთვის ჩვენ არ ვარსებობთ. ამათმა შემოიღეს თურმე ეს ხელოვნური ჩემი კანონმდებლობა უნდა იყოს, იმიტომ რომ მე მემსახუროს, ხო მართალია? კანონმდებლობისთვის არ ვარსებობ, ეგ რაღაცაა. კანონმდებლობა ცალკეა და თავისთვის არსებობს და რა მიზანს ემსახურება? ეს კანონმდებლობა და ეს სახელმწიფო და ეს ამათი სამართლები, რა ვიცი, რამდენია და რამდენაერს იყენებენ და ვინ ვიზია მიბმული და ვინ ვის დაქვემდებარება გაერთიანება ალიანსია, ვინ უწყის, ამას დიდი ძიება უნდა. ესე ამას ჩააყвე და გამოიკვლია, შეისწავლო დეტალები, წლები არ გეყოფა. შენ არ არსებობ კანონისთვის თუ კანონი არ არსებობს შენთვის? ანუ როგორ არის ეს ერთი და იგივეა. შენ გითხეს რომ შენ არ არსებობ ჩემი სისტემისთვის. მაშინ როცა სისტემა უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ შენ არსებობ, ხო მართალია? ნახე, მივედით ისევ ნატურალურ იმაში. მე მივედი სისტემაში, მაგალითად მივედი მერიაში. დიახ. ხო? მივედი მერიაში და მეუბნები, აი ესა და ეს საკითხი ესეთია ჩემთან სიტუაციაში და მომიგვარეთ. დიახ. ხო არ ვხედავ ახლა მე რამდენი პარტიაზე შიგნის შუბლზე არ აწერა რომელი პარტიიდან მე არ შევდივარ და მეუბნები აი ოცნების წარმომადგენელი რომელიც ხართ იმათ მომიგვარეთ. ჩემს ამას არსებით იმის რომ მაშინ გაინტერესებს. საერთოდ არ აქვს, ხო? მეუბნები რომ აი ეს მაქვს მოსაგვარებელი და უყურებე გაოგნებული იმითი. იმიტომ რომ ესეთი ინდივიდუალური სიტუაცია, არც კანონი აქვს, არც ძალა აქვს, არც უფლება, რა ვიცი მე მომიტრიანდე და რა ვქნათ ქალბატონო ეს არის რაც არის. ანუ უნარო ხარ უფუნქციო რომ ეს მომიგვარო, მეუბნე. არა როგორ გეკადრებათ შენ როგორ უნაროს როგორ უწა მაგის ტერმინი არ გამოიყენო მეუბნება. ეხა მე ვერ გავიგე მეთქე მაშინ მაგრამ რეალობაში ხარ უნარო და აბა რა დაგაძახე? ანუ პირველი რაც შემომთავაზეს მოდი სოციალურად დაეცოში ჩაეწერე მოდი აი იქ დახმარება გექნება თურმე ეს 50 ლარია თვეში რა ვქნა კაცო ქუჩაში ვარ დარჩენილი ჩემოდნებზე ხო გამიყიდეს სახკარი მოთხარი ეს არის გამოსავალი და ამ დროს აი სოციალური ადვოკატურა არსებობს თელი ეს რაღაცა ის რა ქვია სოროსის და ისე ვირტუალური რეალობა მიდის და სოციალურად აყვავებული ვიტრიალე წელწად ნახევარი თუ 2 წელწადი მაგრამ მე ხედავ რომ ესენი ვერაფერს ვერ წყვეტავენ ანუ ეს აბა რასიზავ ესია გაიგე გეუბნებიან ლოზუნგია ყველას ერთნაირად კაცო უნარო თუ ხარ დამიწერე რომ უნარო ხარ გაიგე არა როგორ გეკადრება თურმე მე უკვე როცა მე სანამ ესენი ამას იძიებდნენ ყველას გამოძიებდნენ ყველას უთხარი გამოიკულიეთ ანუ თუ რამე საგამომძიებელო განყოფილებები რაიმე ამ სამინისტროს ყველას დაუწერწელი გამოიკულიეთ სადვარ რა არის ჩემი ქონება სად ვარსებობ ვინ ვარ და როგორ ვარ ჩემი წინაპრები ხო და რა ხდება კაცო ამიხსენით ერთი რა არის ჩემი ერთი დამიდგინე და სად ვარ ანუ ყველამ კი მიიღეს რა თქმა უნდა განცხადებას ყველა მიიღებს ყველა ის და ბოლოს როგორიც აი რა ვქნათ რასიზა მესია მეორე ლოზუნგი ანუ თქვენ კი არსებობთ თქვენ მართალი ძანდებით მაგრამ ნუ სისტემაში აღარ ხართ რატომ აღარ ხართ არ ვიცოდი მე არ ვიცოდი მაგრამ თურმე რა ყოფილა საქმე რომ ის ფაქტი ის იმაზე მინდა ხაზი გაუსვა ნახე ესენი არ დაგიწერენ რომ უნაროები და უფუნქციოები არიან მაგისთანა საბუთს თუ გამოართმე რომ უნარო და უფუნქციოა შენ გაქვს უფლება ისევ მაგათ კონსტიტუციურ სასამართლოში მიხვიდე და უთხრა ეს უფუნქციო აგერ წერილი მეუბნეო ფუნქციოა და უნდა გაუქმდეს ძალიან დიდი ბოდიში რა ჩემთვის იოლი გასაგებია რომ არც ერთი სამსახური რომელიც ამითი პუშ ჭამს ხელფასი ალაპარაკი არ დაწერს რომ იცით რა მე ვარ უნარო პრობლემების მოგვარებისათვის ამას თავისი თავით ცოცხალი თავით არ აღიარებს მაგრამ ამას აღიარებს რეალობა წელიწად ნახევარი ამას კანონმდებლობა აღიარებს კაცო შენ თუ ფუნქციო ხარ შენ დაგიდგენს თავისუფლად თვითონ თუ ჭირდება ან შიზოფრენიას ან რაღაცა გიჟი ან რაღაცა უცებ დაგიდგენს დაგიწევს დასკვნას გააკეთებს და გეტყვის შენ უფუნქციო ხარ აი სხვა რამე მინდა კითხო ის მიდგენს მე ჩემქმედ უნარობას ვარსებობ არ ვარსებობ საწავიდე საჩავეწერო ყველაფერს მიდგენს მე ვუდგენ რეალობიდან გამომდინარე რომ ჩემ პრობლემას ვერ იგებს, ვერ აგვარებს და ასე შემდეგ, აი მე რა ხდება? თვითონ ამას არასოდეს არ აღიარებს და მე შეურიგდე ამ სისულელეს თუ რა გავაკეთე? საწავიდე. სამართლებრივად ხო არსებობს ესეთი აქტი, რომ როგორი დამნაშავეც არ უნდა იყოს და დაადგინეს და ფაქტია და რეალობაა, რომ დამნაშავეა, მკვლელია, რაღაცა ფსიქოპათია, რაღაცა, მაგრამ რეალურად იმასაც კი ესაჭიროება აღიარების პროცესი. მაინც უნდა შეეკითხო და იცი რა აღიარე, აი დავწერე და
თითის ანაბეჭდი, ძველ დროს თითის ანაბეჭდი, ხელი მოაწერო, რომ შენ დანაშაული ეს არის, გაიგე? ეს თუ არ აღიარა, ბოლომდე მისი გაუქმების უფლება მაინც არა გაქვს, სანამ თელ იმას, რა ქვია, მასშტაბური პროცედურით იმით ყველას არ ეთქვის, რომ შენ საშიში ხარ საზოგადოების. ხო და აი ეს მარტივად არ შეიძლება. ანუ მან უნდა სანამ თვითონ არ აღიარებს რომ მართლა უუნაროა, როგორი რეალობაც ამას არ უნდა ამტკიცებდეს, ესენი იქნებიან სისტემაში და ჩვენ ვიქნებით სისტემიდან გარიყულები და გაუქმებულები და როგორ მე. აი როგორ ნახე ნატურალური არა ეს რეალური ის არის, რა ქვია, სამართალია რა. ნატურალური სამართალიც რეალურია, მე ვიძახი რომ ამათი აღიარება, ესე იგი, შენ მე თუ ვიტყვი რომ არ გაღიარებ, ანუ იმიტომ იტყვიან ხოლმე არ წახვიდეთ არჩევნებს. დიახ. აიგე, რომ ის რაოდენობრივად ესენი არიან ჩვენ სისტემაში, როგორც მე გამოვიკვლიე და მიპასუხა თვითონ სისტემამ 300,000-ში თანამშრომელი ყავ. დანარჩენი 2 მილიონი ამათვის არ არსებობს, ამდენიც არ უნდა ვიყოთ ქართველები, ხო? ანუ თვითონ აღიარებს თავის თავს ამას. თავის თავს თვითონ აღიარებს, მაგრამ შენ არ გაღიარებს, ხო და თუ ასეთი ის არის რა, მაგაში გეთახმები რომ არჩევნებზე მისვლა უკვე აღარ მოქმედებს რეზულტატზე, ეს არის აღიარება იმისა, რომ ამ სისტემას გადაეცი შე რაღაცა უფლებები და მათი ლეგიტიმაცია აღიარე, ხომ მართალია? ისო გაიცი ეგეთ. ხო. მახე ჩვენი ის მე იტყვიან ქართველებს ეშინია დაშინებული ყავთ ის ყავთ იქ სამსახურს დატოვები იქ ვიღაცას დაატერორებენ იქ ვიღაცას დაიჭერენ ვიღაცას იძულებით შეუკერავენ იქ ვიღაცას შოქში ჩააგდებენ ამ დროს ის არის პრობლემა რომ ხალხს უბრალოდ არ ესმის მისი რეალობა არის უზენაესობა და არა ის რაც ფურცელზე წერია. იცი რა ძალიანაც ნუ დავაშ არ მე შევდივარ ჩვენს მდგომარეობაში, იმიტომ რომ ჩვენ ისე გადაჩვეული ვართ ამას. რომ ეთყობა რაღაცა გვინდა ამის მოსმენა, ამის გაცოცხლება, გარკვეული რეაბილიტაცია. აი, ჩემ გულს ძალიან მოწონს იმის მოსმენა, რომ მე ვარ უზენაესი და რეალობა ამას მეუბნება. მაგრამ როგორ აღვასრულე ეს ყველაფერი? როგორ და ხალხი, რომელმაც გაიაზრა, რომელმაც ფიზიკურად გამოიარა, პრაქტიკულად ნახა, დარწმუნდა, ფაქტები ხელში ყავს, სხვათა შორის ყველა ადამიანს თითოეულს აბსოლუტურად ყველა ქართველს უჭერია ფაქტი ხელზე, რომ სისტემამ არ აღიარა და მისი სისტემა, მისი მთავრობა არის უფუნქციო, ანუ მისი კანონმდებლობა. მთავრობა ვინ იქნება არ აქვს მნიშვნელობა. კანონმდებლობა. მაგალითად ის რომ შენ არ გიჭირავს შენი საკუთრების ორდერი. არ გიჭირავს შენი საკუთრების დედანი, შენ გიჭირავს ამონაწერი, სიტყვა, ისევ დაუბრუნდეთ სიტყვას, ხო? სიტყვა არის იმას, რომელსაც აქვს იურიდიული დატვირთვა. ამონაწერი ქვია, ასლი მაინც ერქვას. ის რა მე მეგონა რომ სიტყვა ძალა აქვს და პირველიდან იყო სიტყვა, ეს არის რაღაცა რელიგიურ კონტექსტში განსახილველი და იურისპრუდენციას ეს არის. ხო, ნუ აქაც ისეთივე ძალა აქვს, როგორც ყველა. ეხლა გავაჟღერებ, მაგრამ ეს კიდე ცალკე სადაო საკითხავი სალაპარაკო თემაა, რომ რელიგია და კანონმდებლობა აბსოლუტურად ერთი და იგივე სისტემაა. გუშინდელი საუბრის მერე არ მშორდება ის შოქი. როცა ვახსენეთ, რომ მართლმადიდებლობაზე რომ ვისაუბრეთ, მე მეგონა გუშინდელ დღემდე ყოველ შემთხვევაში, რომ მართლმადიდებლობა ეს არის ჩვენი რელიგიური კუთვნილების აღმნიშვნელი სიტყვა. აღმოჩნდა რწმენის მაპატის და აღმოჩნდა რომ ეს ყველაფერი არის საზოგადოებრივი მოწყობის თუ სახელმწიფოებრივი წყობის და წესრიგის აღმნიშვნელი ათადან და ბაბადან საქართველოში. ჩვენ მართლმას ანუ საქართველო იყო ქვეყანა მართლმადიდებელი ნიშნავს იმას რომ ეს არის ქვეყანა რომელიც მოწყობილია სიმართლის პრინციპების დაცვისთვის. ბუნებითი სამართლის პრინციპებით. ანუ სახელმწიფო რომელიც ჩვენ მაგალითად ზვიადის დროს დაგვიწერეს ხო როგორი სახელმწიფოებრივი წყობა აქვს, დემოკრატიული რესპუბლიკაო. ანუ როგორი სამართლებრივი იმითი ფორმა აქვს, ხო და დღევანდ ჩვენი ძველი იყო სამართლებრივი ფორმა მართლის მადიდებლობა. სიმართლის დაცვა ბუნებითი სამართლის ბუნებითი წესების მიხედვით. ანუ მართლმადიდებლობა იყო სამართლებრივი ფორმა. დღეს ამ სიტყვამ იცვალა მნიშვნელობა და ის რწმენის აღმნიშვნელი სიტყვა და ეს არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, რომ სამართალი და რწმენის საკითხები როგორ ტერმინების ჟონგლიორობით შეიძლება ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული ტერმინების დონეზე და რეალობაშიც, ხო? ეხლა ნახე სისტემამ რა გააკეთა, ეს ნამდვილად რწმენის საკითხია. სამართლის მადიდებლობა, შენ რწმენა გაქვს, სიმართლე უნდა ადიდო და სიმართლეს უნდა იცავდე მუდმივად. ეს შენი რწმენა და ის არის თან ბუნებრივად თან დაყოლილი კოდირებული ღვთისგან და შემოქმედისაგან. აბსოლუტურად ყველას აქვს სამართლებრივი შეგრძნება, კამფეტი წართვი, ბავშვ ნახე რა დღეს ჩავარდება.
და გულის ტკივილი, როცა ეს პრინციპი ირღვევა და ვერ ურიგდები ამას ესე იოლ და ასისულელეს მეუბნები. დედა წართვი, აბა უთხარი, აბა მამა შეურაცხყოფი, აბა რაღაცა. ანუ ჩვენ ეს კოდირებული გვაქვს დაბადებიდან, მაგრამ ამათ წაგვართვეს ეს. და ნახე როგორ შემოატრიალეს და ან შენი რწმენაო ღმერთის გარო მოგენიჭოსო ჯერო ეს უნდა ისწავლო ღმერთის დაწერილი წინასწარმეტყველებიდან და ეს ჩვენი წმინდანების იმიდან გასაგებია უნდა ვისწავლოთ არა ვისწავლეთ მაგრამ ამით აფერი არ შეიცვალა აფერი არ მომიმეტა მე სადავარ აქ ის იქ იყო იქ არსებობდა იმას და შენ ან შენ გაივლი და როდესმე სულ მონათი როდესმე გახდები ამაღლდები წმინდანამდე რომ მიხვალ მე გეღირსება ადამიანური ის აი შეიძლება ვერ გახდები იმასაც გეუბნები და ძნელია ანუ სამართა უყურე ჩაგვარდა ის რწმენაც კი წაგვართვეს ჩვენად არ მოგცეს სადღაცა წაიღეს ისე ესეც კი ვირტუალობაში გადაიტანეს ილუზიაში. მიუხედავად იმისა, რომ აქ რაღაცა რიტუალები აღესრულება და ძალიან კახარებული. ხო. დიახ. კაი. დავუშვათ მე გავიაზრე და მინდა რომ მართლმადიდებელი ქართველი გავხდე რეალობაში და ცხოვრებაში. სისტემას ეს უაც არ მოწონს. და ბევრი ისეთ სიტუაციას თავაზობს, რომელიც გითხარი. ხო, რაღაცა სისულელეზე მეუნება მართალი ხარ, მაგრამ არა ხარ მართალი, იმიტომ რომ კანონმდებლობაში ესე წერია. გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნის. ხო რა, და სად ვუჩივლო მე ამ ხალხს და სად აღვასრულო სიმართლე. მაგ ამის ძალა, გვაქვს ამის ძალა, ან ერთად, ან ცალ-ცალკე, ან რაღაცნაირად, რაღაც ფორმით. დიდი ხანია თუნდაც ამ სახალხო სასამართლოს მეშვეობით. სახალხო სასამართლოს მეშვეობით ძალიან მარტივი მოსაწესრიგებელია ეს. გამოვდივართ ილუზიიდან დავსხდებით ხალხმა და თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ჩავიხედოთ, დავეხმაროთ და იმის დარეგულირებაში ჩვენ მოწმება დაუდგეთ ერთმანეთს, ჩავატაროთ სასამართლო, აი პრაქტიკულად გავაკეთოთ ეს. იცი რა, ჩვენ ხალხი აქ გეუბნებით ამას, ამისი რეალობა ეს არის, ჩემი რეალობა ეს არის, იმისი რეალობა თვითმხილველები ვართ, თვითონ გამოკვლეული გვაქვს, შესწავლილი გვაქვს, ფაქტები ხელში გვიჭირავს. არ ვიცი, მანქანის მართვა საჭესთან ვერ ვიჯდებოდი და მე ნუ ძალიან მარტივია. არა ხარ სურათი გადაღებული ვინიჯდა მანქანაზე. კი, ვანდემს ღოლს პროფესიონალს, იმიტომ რომ პატარა ბიზნესი იყო. საქმე გინდოდათ ერთად. მანქანის მართვა არ ვიცი, ხალხო, როგორ შეიძლება რომ მე ვიყო? ამისთვის არის სახალხო სასამართლო საჭირო. გარდა იმისა, რომ რეალობას დავაბრუნებთ უკან, გარდა იმისა, რომ რეალობაში დავუბრუნდები. გარდა იმისა, რომ ვიღაცის დაწერილი ვიღაცის სამართალს მოვისვრით ეკიდან და ქართულს დავაფუძნებთ და დავაბრუნებთ. ჩვენ როგორი ანტიკვარი ერი ვართ კაცო, ანტიკვარი. ჩვენი იდენტობა შეიძლება და ჩვენი ის რაღაცა ვიღაცას გადაულოცოთ, იმიტომ რომ იმან თქვა ამას, აი მის მოდელზე, ამის მოდელზე სუვერენული სახელმწიფო. ხო, იმის მოდელზე, ამის მოდელზე სულ ვიღაცის შედარებაზე აქვს საქმე კაცო, რატომ ადარებ ვიღაცას, ჩემი მინდა მქონდა. რას მქონდა ყოველთვის? რაც მქონდა, გარდა იმისა, რომ მქონდა. კი ბატონო. შეიძლება ვიღაცას არ ქონდა, მაგრამ გადაწყვეს და ექნება. ის რაც ქონდა თქვაც იმისი ფაქტების ძებნას და იმისი ამოქექვას კი არ უნდა ეხა რამე. არაფერი არ უნდა. ჩვეულებრივი ადამიანური რეალობა უნდა დავაბრუნოთ. კაცო, დღეს რა გვაქვს ის დაიწყო. სახალხო სამართლოს ფორმატი რანაირია და რითი განსხვავდება, თქვათ იმ აი მაგალითად სისტემურ სასამართლოში არის სამი დონე, პირველი, მეორე, მესამე. რაღაცა საერთაშორისო ამდენი ამბავი არის. არაფერი ამდენი. დავაგრძელდება 2-დან 5 წლამდე. ეს შეიძლება რომ დავა გაგრძელდეს, მაგრამ იმიტომ კი არა რომ გაჩერდე და თაროზე შემოიდოს. იმიტომ რომ შეისწავლო რაღაცა საქმის ფაქტის იმას, რაღაცა სიღრმისეული ფაქტების მოძიებას დაჭირდეს დრო, თორე იმიტომ კი არა რომ ეს არის რა ქვია. ფაქტი ვინ უნდა მოიძიოს, თქვა სასამართლომ თუ მე რომელიც მოვდივარ სასამართლოში თუ ადრე პოლიცია ასრულებდა ამ მოვალეობას. მოძიებისას. და ჩვენ ყავდა ჩვენი ექსპერტის სამსახურები გქონდა ჩვენი ხარ ვიცი რაღაცა სასწაული რაღაცეები აქვს ყველა სამსახური ეს 43000 სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებულიო იმ რეესტრში თუ არ ვცდები გიორხელიძემ გაავრცელა ვინ არიან ესენი 43000 სისტემური ორგანიზაცია საქართველოში ყველა პროფილის მაგრამ წარმოდგენა რა გვაქვს ვისი იმითი სამართლით მოქმედებენ ვისი დავალებით ვისი პროგრამით შეიძლება ყველას თავის სამართალი ნუ არ ვიცი ყოველ შემთხვევაში ხალხს რო არავინ ემსახურება ამას ხო ხედავთ ამას რეალობაა ჩვენ ვოთ ჩამოვიდეთ მიწაზე ხო შეიძლება
აი, ჩამოვიდეთ და მოვმართოთ, თქვათ, მე ნამდვილად მინდა, რომ სახალხო სასამართლოში მოვიდე ჩემი კონკრეტული საკითხი. სახალხო სასამართლოს ეს მშვიდობიანი გზით უნდა დავჯდეთ და თქვათ და გადავწყვიტოთ და ვაჩვენოთ და გავავრცელოთ და მივიტანოთ. ხალხმა ამირჩია, აგერ მოსამართლე ვარ, აგერ ხალხი არის ისეთი, რომელიც ადეკვატურად აზროვნებს, სწორ კითხვებს იძლევიან, ფაქტების მოძიებაზე მუშაობენ, საკუთარი ჯიბით, ხარჯით, იმითი, რომ მისი სამართალი დაადგინონ და გვაჩვენონ რეალობაში რა არის. ჩვენ ხო არ ვიგონებთ რამეს. არა. რაც ფაქტებია, იმას არ ვდებთ. კი ბატონო. აბა რაში მე დავებია? ერთი შეკითხვა მინდა დავსვა. საერთოდ სისტემურ სასამართლოში მიუღებელია, ვთქვათ, გადაღება, ამის ტრანსლირება, ამის ჩვენ რატო არ ვიცი? სახალხოში და ბუნებით სასამართლოში როგორ არის? რატო გეშინია გადაღების შემოგევლება? რამე არის ადამიანს რო არ შეგვიძლია ერთმანეთს გაუგოთ? ხო აი რისი თუ გადაგიღე და შემოგხედე შემოგევლე შეგეშალა, კაი ადამიანურად შემიძლია გაგიგო, მაგრამ თუ შენ მიზანმიმართულად დაგიმტკიცე რომ ეს გამიკეთე, მაშინ ნამდვილად გადაღება მიღირს, ხო? კი, ორივე არგუმენტაციას ვეთანხმები. რატო გეკითხები, იცი, რომ აი სახალხო სასამართლო, რომელიც ძალიან ახალგაზრდაა და მე მგონი რაღაც რამდენიმე кейსი გაქვთ განხილული, შემთხვევები სწორედ თუ საქმე, ხო? შეიძლება საინტერესოა ვინმესთვის, შეიძლება ვინმე შემსავით უჭირს, თქვა სისტემაში ვერ იპოვა, ვერც ლოგიკა, ვერც გამართლება. ხო, მე რო შემეკითხე, რომ ესო ის არისო, რა ქვია, ესო მთავრობაში მოსასვლელად ვის მხარეს ახართ? არავის მხარეს არა ვარ, ერის და ადამიანობის და სულიერების მხარესა ვარ. ღვთივგონ სახიერების მხარეს ვარ. ვინც იცის მისი საკუთარი იდენტობის დამცველია კაცო და ესმის რომ მას აქვს საკუთარი აზრი, გონი და შეუძლია საკუთარი განსჯის უნარიაკ და თქვას და იცი რატო დაგისვა ეს შეკითხვა, რომ თქვა ადამიანი არ არის საქართველოში ან არ არის თბილისში და მოუნდა რომ ამ სასამართლოზე მეტი გაიგოს და გიკვირდეთ, ეს ინფორმაცია იქნება, ხო, ინტერნეტ ხელმისაწვდომი ადრე თუ გვიან თუ უკვე ასე. ყველას ვისაც სურვილი აქვს ჩადგეს და ჩაწეროს და გადაიღოს. რა? პროცესები? პროცესები. და ეს იქნება თქვა ვისაც უნდა დაესწროს. საჯაროა. სახალხო არის საჯარო. კიდე ესეც შეკითხვას დაგისვა, მაგრამ ნაფიცი მსაჯული ეს სახალხო სასამართლოს ფორმატშია თუ სხვა სიტყვა უნდა ვიხმარო თუ როგორ არის? ნუ, მოდი რა, ყველაფერი გავშიფროთ აბსოლუტურად და ნატო არიან ნაფიცები, რომ უნდა დაიფიცოსო სამართალს უნდა მოემსახუროს, ხო? ხო, არ ვიცი, აი ესეთი სიტყვა ვიცი, რაზე იფიცებენ ისიც საინტერესო, რას იფიცებენ? საერთოდ მოდი რა, ფიცი ეს არის ეშმაკის საქმე. ყველა ვინც იფიცება, სამსახური, მსახურება, ადამიანი, ხო, არის ეშმაკის სახე. შენი რეალობა უნდა იყოს, იმიტომ უნდა დავიფიცო, რომ მე უფრო მეტად დამიჯერო და ფიცის გარეშე შემი. გასაგები, არ გვინდა ეს თავისთავად არასწორია, ხო? თავისთავად არასწორია. შენი კი იყოს კი, არა იყოს არა. რაში გჭირდება ტყუილი? კი ბატონო, მე უბრალოდ მინდა და გამეგო ფორმატი. სახალხო სასამართლოს ვინ წარმოადგენს? წარმოადგენს შენ როგორც მოსამართლე და დანარჩენი, თქვათ, ადამიანები, ვინც ვის საქმესაც ისმენ თუ როგორ? რატო შეუძლია დამსწრე სახალხო მსაჯულის ხალხი იყოს ეს 12 კაციანი სროელი, რომელსაც შეუძლია პატიოსანი იმას რო ეძახიან მოქალაქეებს, ხო იცი? მოქალაქე. პატიოსანი მყიდველი ეს სიტყვა გამიგია. არა, დამსახურებული საპატიო და საპატიცემულო და საპატიო წევრები დაიწყო და დაგვეხმარონ, ხო? მოწმეებიც, გარეისა სხვადასხვა სფეროდან, სხვადასხვა სიტუაციებიდან, იმიტომ რომ ყველა სხვადასხვა გამოცდილება აქვს. და შეიძლება რომ ჩვენ არ გვქონდეს იმ ადამიანის გამოცდილება და საკმარისი უნარი რომ გავსაჯოთ. ანუ იმას გულისხმობ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ ტიპის სასამართლო სხდომას დაესწროს თუ ჩაერთოს თუ მსაჯულების მოყვანა იმისთვის იყო ყოველთვის საჭირო, რომ ყოფილიყო იმ სფეროში, იმ შემთხვევებში ცოდნე გამოვლილი ადამიანები, პროფესიონალები და მისი გამოცდილებით გაიზიარებდნენ, როგორ გამოვიტანოთ ის სწორი დასკვნა გადაწყვეტილება. აი მე მაგალითად ჩემი შემთხვევა რომ მოვიტანო სახალხო სასამართლოსთან, მაშინ ჩემთვის მსაჯულები უნდა იყვნენ ძღოლები ან ყოფილი გაიშნიკები თუ რა ვიცი, ან ტაქსის ლიცენზიის ფლობელები, რომლებიც გაიგებენ ადამიანურ ლოგიკას, რომ მანქანა გადავეცი ძღოლს, შემოსავლის მიღების მიზნით, მე ეს თანამშრომლობა დავასრულე და ეხლა რაღაცა ალოგიკურ სიტუაციას მე ამას გულისხმობ, ხო? ანუ ამ სფეროს პროფესიონალები ესენი არიან. კი. და ესეთი ფორმატი არსებობს და იარსებობს. დიახ.
ну უყურე ყველაფერი საჯარო არ შეიძლება იყოს საჯარო კი არა ესე ღიად საჯაროს კიდე ბევრი რაღაცები განმარტებები აქვს მიწერილი მოწერილი ანუ ღიად ზოგს არ უნდა რომ მისი საქმე ღიად გაირჩეს პირადი რამეებია ხო მაგრამ როდესაც ნახეთ როგორი ის ქონდა ძველ დროში მაგალითად ნახავთ ჩინურ ფილმებში ისე გამწარდა ადამიანი რომ ვერ იპოვა ვერსად სამართალი ხო და წავიდა გარეთ სასამართლოს დიდი ბარაბანი ეტია ნუ მის ბარაბანზე უყავს და თან ხალხს ეძახის ანუ იმ ბარაბანის ხმას რო გაიგებდა უბანი რაიონი ხო ხალხი მორბოდა რაღაცა მოხდა ანუ ხალხი შეყრა ხდებოდა და ის მოსამართლე მერე გამოდიოდა და ვინ ჩივის წარადგინოს თავი იტყოდა აი მე ვჩივი მაგალითად მე დიდი ბარაბანი გვიდა ერთ-ერთ არა ბარაბნის გარის ერთ-ერთ პირველი მოვალ თქვენ სასამართლოში იცი რა მაინტერესებს აი დაუშვათ მიიღო ამ ობიექტურმა საპატივცემულო მოქალაქეებისგან შემდგარმა სასამართლომ გადაწყვეტილება რა ხდება მე ადრე თუ გვიან ეს გადაწყვეტილებები და ეს ფორმატი დაუპირისპირდება იმას რომელიც არსებობს და რომელიც რაღაცა ილუზიურია და ვერ გვაკმაყოფილებს როგორც ხდება ხო როგორ ხედავ ამ მომავალს როგორც მოსამართლე უკვე მოქმედი მოსამართლე ჩვენ ხო ხალხი ვართ კი ბატონო დაუსვათ ერთი დიაგნოზი იმ მოსამართლეს ხომ არ აკლია კაი დაუსვა მიეხავენ და შეიძლება ბევრი ადამიანი შემომიერთდეს მე ანუ გაუშვათ ფსიქიატრთან ეს აზროვნებს საერთოდ აი და იძულებით კურნალობაზე და ასე შემდეგ სისტემის წესი მე არ ვიცი აბა სხვა რა უნდა დაუძახო იმას თუ რეალობასა და ქაღალდზე დაწერის შორის განსხვავებას ვირტუალური და რეალობაში თუ ვერ გადადის იმას ვერ ხედავ სადახარ კაცო შენ სადახარ არა რეალობას რო ვერ აღიქვა არა გაფრენილი ხო ნუ ესე იგი შენ გამოსამართლე რა სამსახურები შემოგევლე ვის სამსახურები ვის სამსახურში ხარ ისთვის ხარ მაგ სკამზე შენი დანიშნულება რა არის არქი ანუ ერთ-ერთი საკითხი რომელიც უნდა გაარჩიოს ამ სასამართლომ შეიძლება ესეც იყოს ხო მოსამართლე რომელიც იტყვის რომ მე ვემსახურები კანონმდებლობას და ის კანონმდებლობა არ არის ქართული დიახ აბა რა გინდა მაგ სკამზე მოწყეტილია რეალობას ყველანაირად ანუ შეგიძლია გააუქმო ხო ანუ უნარო ხარ ისე მივდივართ იქ ყველა ის სამსახური რომელიც უნაროა ბავშვი გამოზარდოს და არა ტერორისტებად გამოზარდონ ბავშვები სკოლის მერხიდან ყველა ის სამსახური რომელიც არის უნარო ექიმი იმიტომ რომ იმას არ უნდა რომ მის მკურნალობის წესებში უნდა შვაბის რაცხა დაიცვას პროფესიონალს ვერ აყალიბებს უნაროა უნარო თუ ხარ შედეგი არიდება უნარო ანუ უნდა დადო ისა დასკვნა არა შედეგი არა დასკვნა წერილი უნარო ხარ დიახ შედეგი შედეგს ვერ დებ ესე იგი უნარო ხარ გამიწერე რომ შენ უნარო ხარ კაი უნაროა ძალიან ბევრი ადამიანი ეს ხალხი გაუქმდა კი ბატონო ეხლა რა შეიძლება თქვენ გადაწყვეტილებებს სისრულეში მოყვანას ეგ როგორ ხდება ხალხი საერო ზედამხედველობა ამიტომ სასამართლოსთან ერთად დავაარსე სახალხო კონტროლი ანუ საერო ზედამხედველობა უწინ სახალხო კონტროლი არსებობდა თემი რომელსაც მაგალითად ყავდა ისეთ შემსრულებლები, რომელთაც უნდა დაქვემდებარებულიყო და შეესრულებინათ ეს სახალხო შერცხვენა. აგერ კაცო, იესო გვეუბნებოდა ერთხელაც პირადად უთხარიო, მეორე თუ შინაურებთან ერთად უთხარი და მესამე სახალხოდ განაცხადე კაცო, არ არის ნორმალური ეს ფსიქიკურად შეურყეველი. შევარცხვინოთ საჯაროდ. იცი რა, საკმაოდ ქმედითი ინსტრუმენტია ალბათ ახსრულებს. აი მაგალითად საჯაროდ რო ვიტყვი, აი ამ სკოლაში დაიდო ესეთი შედეგი, გაუქმება აღარ უნდა. მგონი არა? არ უნდა. ვინ მივა იმ სკოლაში, ვინ ენდობა, გინდა იმ ექიმს, გინდა იმ სკოლას, გინდა იმ რაღაცას და ესე. აი იმიტომ არის სახალხო საჯულები და სახალხო თუნდაც საჯულ ძალიან დიდი ისაა, უკვე წონა საპატიო ხალხია, მის სიტყვა ეთქვის, ნდობა აქვს ხალხის არჩევა. არსებობდა უბნის რწმუნებული პოლიციელი. უბანი თვითონ ირჩევდა თავის რწმუნებული, იმიტომ ერქვა რომ ის მას რწმუნება ჰქონდა მიცემული ხალხისგან რწმენა. რომ ის მოაგვარებდა იმ უბნის რწმუნებულში ერთმანეთში, მოაგვარებდა რომ ერთმანეთს არ დატაკებულიყო ეს ხალხი. თუ შიდა ის ყველა უბანს თავისი რწმუნებული ყავდა. და ეს შეიძლებოდა ამის მოგვარება და ასე მე მახსოვს ბებია ჩემი, ბაბუა ჩემი ის მთელი სოფელი დაასდევდა ქალბატონო თამარ იყო ჩვეულებრივი ის იყო რა ქვია დეპუტატი, კი კომუნისტების დროინდელი იყო, მაგრამ ესე იგი ბებია ჩემა რომ დადო დასკვნა რომ ეს არ შეიძლება დახრეტაზე უშვებდნენ ბიჭს. და და
შეიყარა სოფელი. ვაუ. და მოადგენ სახში ბებიაჩემ უფრო სულ ვენახში მუშაობდა და არიჯი და ოფისში. ესეთი ტიპი იყო და ესეთი რწმუნებულებიც იყო. ნუ ეხა ბებიას ყავდა პატარები და აძლევდნენ ამის იმას უფლებას ხო და ესე ძალიან ბუნებრივი მიდგომაა რა დედა და აი შენ ოღონ კაცი იყავ კაცური და გინდა ვენახში იმუშავე ხა აი და წაიყვანეს ეს ხალი იქა და შეიყარა ეს შეყრილი სოფელი ერთად უთხრეს კაცო რა სერჩით ამ ადამიანს და მოსამართე ვერაფერი ვერ უთხრა ხალხს და ეს ბიჭი გადაარჩინეს სიკვდით დღემდე დადის ლეგენდად სოფელში მისი სიტყვით, მისი საფუძვლიანი სიტყვით. მაგრამ ბებიას ჰქონდა ამისი დანიშნულება, რომ ეს იყოს ხალხის დეპუტატი. ასაგები. და თანამედროვეობაში საერო ზედამხედველი ვთქვათ ესეთი ინსტიტუტი შემოიტანეს. საერო ზედამხედველობა ეს არის ის, რამდენი მთავრობა, სტრუქტურა, ფუნქციით, ის ვინც არ უნდა მოვიდეს, ეს ყოველთვის ხალხის მხარეს იქნება. კი ბატონო. ხალხს თავისი სამართალი ექნება, ხალხი ყოველთვის უზენაესი იქნება. მთავრობა, პაჟალსტა, რამდენიც გინდა შეიცვალოს. ერს აქვს თავის სამართალი. ანუ ფაქტიურად ნებისმიერ მთავრობას საერო ზედამხედველობასთან უნდა გახდეს ვალდებული თავის საქმიანობაში, ხო? სახალხო მსაჯულის ფუნქცია ეგ იყო პარლამენტში, მაგრამ დღეს არც მაგას აქვს ფუნქცია. დღეს გვაქვს სახალხო მსაჯული? არის ვიღაცა, არ ვიცი, ვინ არის, სახელი და გვარი არ მახსოვს, მაგრამ სახალხო მსაჯული, რატო ქვია სახალხო მსაჯული? სახალხო დამცველი, სახალხო მსაჯული. პარლამენტში ერთის გამი დატოვეს, იმიტომ რომ ბუნებით სამართალს ვერ მოშლიდნენ, ესენ ამის უფლება არ ქონდა. და ხალხის ხმის მიტანის და წინ გატანის პირველი იმას უნდა დაედო, იცი რა? აი აკაკი ჯორჯაძემ რო გააკეთა იმას პარლამენტისთვის კი არ უნდა წარედგინა ვიღაც ისა რომ თქვენ გადადეტექტოთ რა ვიცი რაღაც სასწაული იყო იქ ჩაწერილი, მაგრამ სახალხო მსაჯულთან და უნდა დამდგარიყო და ხალხი ამას აცხადებს. თქვენ რა შვებით? ანუ იმას ამბობ რომ ამ ილუზორულ სისტემაშიც კი ბუნებითი სამართლის ელემენტები მაინც არის? აუ ელემენტები არის? საფუძვლები? საფუძველი მანდედან იწყება ყველა სამართლის. ვერცერთი სამართალს ვერ გააფორმდა, ვერცერთ სამსახურს თავისი იურიდიული შიდა სამოწაო წესდებით, რომელსაც არ უდევს საფუძველი ნატურალური სამართალი. ხო, მაგრამ ნატურალური სამართალი, რომელიც ვერ დამახინჯებული და ჩვენს არა, დამახინჯებული არა, ილუზორულ სისტემაში ხო არის ეს? დამახინჯებული კი არა აქვს, მიჩქმალო დამალული აქვს. ადრე ჯერ ნატურალური ერქვა, მერე შეცვალეს ტერმინი ახლა ორგანული სამართალი. სალომე ზურაბიშვილმა ხშირად ასე იცოდა, გამოდიოდა ორგანული კანონის თანახმად და რა იყო ეს ორგანული კანონი? ორგანული ანუ ბუნებითი ნატურალური, რაზეც ეხლა ვლაპარაკობთ, ხო? დიახ. და რას ამბობდა? ანუ ბუნებითი კანონის თანახმად მე არაბუნებრივ ილუზორულზე გადმოდიოდა. აი. იცი რა, ბუნებითი კანონის თანახმად თუ არა, არაბუნებითი და ილუზორული აღარ მინდა, იმის რომ ხო, მაგრამ უყურე ის იმითი იწყებდა რომ მე მაგ ნატურალური სამართლის და ორგანული კანონის თანახმად მაქვს ამისი თქმის უფლება, მაგითი კი იწყებდა, მაგრამ მე მისი კანონმდებლობა ქონდა, როგორც პრეზიდენტის, ანუ ყველა სამსახურს ხო აქვს თავისი შიდა განაწესი. კი ბატონო. თავისი სამართალი თავისი შიდა განაწესი სამსახური, ანუ პრეზიდენტის აპარატის შიდა განაწესის მიხედვით გადავიდა და ჩემი აპარატი ამას აკეთებს, ამას ვაკეთებ. იმაზე გადადიოდა. იმას არ იძახდა უკვე ხალხის რა არის იქ. იცი რა, პრინციპში მას როგორც ერთ-ერთ ფიგურას აქვს ამის უფლება, მაგრამ ნუ დაავიწყდება, რომ ისევ და ისევ ბუნებითი სამართლის წყარო არის ხალხი, ბუნებითი სამართლის საფუძველზე. წყარო არა. აბა? ძალა. საწყისი. უზენაეს ხალხი, უზენაეს ერი, უზენაესი. ასე რომ შენ ამის საფუძველზე რაღაცას აკეთებ, ეს უნდა გაუკეთო ხალხს. და იგივე ხალხი გეტყვის, რომ იმავე საფუძვლით მაშინ გიშვებს. დღეს გვაქვს ესეთი საშიშროება, ნახე, ხალხმა იმიტომ რომ არ არის ინფორმირებული, არ იცის კანონმდებლობის წესები, ძირითადი ადმინისტრაციული წესები, არ იცის სამართლის საფუძვლები, ყველას აქვს დაბნეული ისი. აბა ამასო დაუჯერო, ეხა ეს გადაგჩეხავს. კი. ვინ გადაგჩეხავს? ნუ რაღაცა მოგინდა თუ არა ევროკავშირში უნდა შევიდეთ, მაგალითად, ეს არის გადაჩეხვა. გინდა თუ არა არაბიზაცია უნდა დავიწყოთ, ხო, ეს არის გადაჩეხვა. გინდა თუ არა რუსული კანონია, ეს არის გადაჩეხვა. ხო, ვიღაცა რაღაცას ატეხავს, კი, არის უზენაესი, მაგრამ რაღაცა შემოგიგდებს სასწაულს და აიყოლებს ამ ხალხს, მე ამას მართალს ვამბობ. როგორ არ მიგოც, რისთვის გინდა ერთი შინაარსი, ფუნქცია, მიზანი, დანიშნულება, ის რა ქვია, შედეგი რა გინდა დადო. აი ამის გარჩევით უკვე ყველა ხო მერე იწყებს დაშლას. რატო არ ხდება გაერთიანება? კაციში ყველა თავისას იძახის, ყველას აქვს მისი პრეტენზია, მაგრამ მიზეზი შინაარსი საიდან მოდის, იმაზე კი არ უყურებენ. და არსი. დანიშნულების წერილი გამაგებინე და იქნება მე თვითონ მოყვები არაბულ ქალაქში, ხო? ან ქართულ ქალაქში, რა ვიცი.
არა, როგორ უნდა არაბულში ვერ არაბულში. ჩემი სახლია, კაცო, ჩემი ქართულია, მე რა მინდა არაბულ ქალაქში. სტუმრად წავალ გასაგებია. სტუმრად წავალ იქ, სადაც არის მაგათი ადგილი. ხო, მაგრამ რა, ჩემთან რა უნდა, ხო? ანუ შინაარს შეხედოს ყველამ კაცო და გადმოვიდნენ რეალობაში და აღარ იქნება იმ კანონზე დამოკიდებული არავინ. ხო და რეალობა ის უნდა იყოს საქართველოში, რომ ქართველები უნდა ვიყოთ ჩვენ ქვეყანაში კარგად. ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი ქართული სამართალი, ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი ქართული სახალხო ერის უზენაესობა, სადაც ერი წერს თავის ადაწესებს და არა პარლამენტი და კიდე ვინმე. და მაშინ არ ვიქნებით მუდმივი ბრძოლის რეჟიმში, რომ ვიღაცამ რაღაცა გაგვიყიდა, გაგვისხისა, რაღაცა გაგვიყიდა. ნახე, კანონი შემოიღო, გამოგიქვეყნა, მაგრამ პროტესტი რამდენ კანონსაც გამოაქვეყნებ, იმდენ და პროტესტი აღდგეს, კაცო. ანუ მუდმივი ბრძოლა. სანამ შენ იმ კანონს გამოუშვებ, ჯერ ხალხს კითხე, გამოუშვი და კითხე ხალხო, აი, მომწერეთ, რას ფიქრობთ, ეს გვინდა, არ გვინდა, არ გვინდა, არ გვინდა. არა და ძალზე მარტივია, არაფერს კანონს გამოშვება არ უნდა. უბრალოდ იმ მომენტში თუ რამეს მოგვარება უნდა მოვაგვაროთ. მერე ახალი რეალობაში გადავიდეთ. მერე ახალი იმაში, ხო. რა თუნდა ამას ასეთი დოგმისავით დაწერა, გინდა თუ არა დღეს რო ესე აი არასოდეს არ უნდა გამეორდეს. მორალი არსებობს, არ გამეორდება, თუ გამეორდება ისიც იშვიათად, ხო? კი ბატონო. აკაია, რომ სახალხო სასამართლო არის უკვე და შეგვიძლია რომ რაღაცა ხო და აი რაღაცა ნაბიჯები გადავდგათ ბუნებრივად, ბუნებითად. ადამიანურ ენაზე. ჩვენ სისხლში გვაქვს კოდირებული ღვთის გონი. ჩვენ ვართ ღვთივგონსახიერნი. დაუბრუნდეთ საკუთარ მშობლებს, მამას, დედას. საკუთარ მიწაწყალს, საკუთარ თავს, საკუთარ თავებს. კი ბატონო, მადლობა დიდი. გაიხარეთ. და კიდე შევხვდებით სასამართლოში და მის გარეთ. წარმატება საქართველოს. მადლობა.